დიდი მადლობა. მოგესალმებათ ვანოს შოუ, მთავარი იუმორისტული შოუ, მთავარ არხზე ძვირფასო მეგობრებო. დღეს 164 ოქტომბერია და ვიწყებ გადაცემას. ოდიში შემეშალა ცესკოს მონაცემების ბით კალენდრის პროგრამას ხარვეზი აქვს 164 ოქტომბერი ოცნებას 8 ნაციონალეს ჯამში 172 ოქტომბერია და ვიწყებ გადაცემას. ხო კარგი დასაწყისია, ხო ესე გრძელდება ოქტომბერი არ მთავრდება ძვირფასო მეგობრებო. სანამ არჩევნების მეორე ტურზე გადავალ, მინდა მანამდე შევეხო მთავრობის მიერ დაწესებულ ახალ შეზღუდვებს, ეგრეთ წოდებულ ლოკდაუნს. იქნება ყველაფერი ქვეყანაში იმუშავებს მარტო მარკეტები, აფთიაქები და კალათის საახალწლო განათებები, რომლებიც სარიელ ქუჩებს და ჩამონგრეულ ეკონომიკას გაგვინათებს ამ საახალწლო ძვირფასო მეგობრებო. რაღაცა კარგი ხო უნდა დავინახოთ არა ამ უგუნურ გადაწყვეტილებებშიც. უნდა ვხედავდეთ ყოველთვის. რა არის ეს ჩაკეტები? აი, რა არის ეს ლოკდაუნი ძვირფასო მეგობრებო? იქნება ამ პლატოს და პიკის ფონზე საწოლფონდის თემა დავააპდეითოთ და კრიზის მენეჯერთან ან ვინმე ფასილიტატორი შევაგზავნოთ, რომ ლოკდაუნის ინსაიტები უფრო big picture-ში განიხილონ და step by step იქნებ რამე გამოსავალები. თქვენი არ ვიცი ძვირფასო მეგობრებო, ამ კოვიდის გადამკიდე კი შემომესწავლა ეს ინგლისური, აი ეს step by step lockdown-ი და short რაღაცა big pictures. ადამიანების სიმრავლეს უნდა მოერიდოთო, ასე გითხრა მთავრობამ, ეს რეგულაციები ალბათ ძეგლებსაც შეეხებათ. მაგალითად აკაკის და ილიას ძეგლს, შაბათს იქნება მარტო ილია, კვირას აკაკი. შაბათს ვეფხი, კვირას მოყმე. ქართლის დედას რაც შეეხება, აიღებენ, იმიტომ რომ ქვეყანას ისედაც არ ყავს დედა და შესაბამისად ეს ძეგლი აღარ გჭირდება ძვირფასო მეგობრებო. ქვეყანაში კვლავ პოლიტიკური კრიზისია, ოპოზიცია ისევ არ თანხდება პარლამენტში შესვლაზე. ამ თემაზე ევროკავშირის ელჩმა გააკეთა დაახლოებით ასეთი შენაარსის განცხადება 30 წელია ასე ხართო. ასე ტარდება თქვენთან არჩევნებიო და ახლა რატო აპროტესტებთო? შედითო პარლამენტშიო. გესმით? ანუ 30 წელია ნეხვში ხართო და რაღაც ჩემი ელჩობის დროს მოინდომეთო, მაინც ამ ნეხვიდან ამოსვლა. აი ელჩი რომ ხარ და ასეთ განცხადების გაკეთებას არ ჯობია რომ ისევ აღშფოთებულიყავით ან შეშფოთებულიყავით. მაინც ამას აკეთებთ 30 წელია და წინასწარ პირდაპირ გეტყვი, წინასწარ მინდა გაგავთხილოთ რომ ახლა ვიქნები ძალიან მკაცრი. მე მინდა მივმართოთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, ელჩებს. საერთოდ რას ერჩოდით იმ აწყობილ საბჭოთა კავშირს? რაღა 80-იანებში მოგინდათ დემოკრატია და თავისუფლება. ან რაღა იმ 80-იანებში მოგინდათ ბერლინის კედლის დაანგრევა და გერმანიის გაერთიანება. ხომ გითხარით მკაცრი ვიქნები თქო? დანდობა მე არა. საქმე რომ დემოკრატიას ეხება ელჩები, შმელჩები მე არ ვიცი. ხვდებით ხო როგორი დაუნდობელი ხვდები უცბად რა არა აქვს მნიშვნელობა. მოდი გადავიდეთ არჩევნების მეორე ტურზე. რომლითაც მხოლოდ ევროპა კი არა, მთელი მსოფლიო გავაოცეთ. მეორე ტურში მივიდა ძალიან ცოტა მომრჩეველი. მონაწილეობას იღებდა მხოლოდ ქართული ოცნება, მიუხედავად ამისა, რამდენიმე უბანში მაინც გააყალბეს. დარღვევები მაინც დაფიქსირდა ძვირფასო მეგობრებო. მე ვფიქრობ, ამას მთავრობა სპეციალურად აკეთებს. ცესკოს კომისიის წევრები ფორმიდან რომ არ ამოვარდნენ. მომავალშიც ხო ექნებათ არჩევნები და ახლა ზბორებზე ყავდათ ფაქტიურად. ეს მეორე ტური იყო ზბორები. ძალიან საინტერესო შედეგები გამოაქვეყნდა ცესკოს საღამოს 8 საათის შემდეგ. მოდით ვნახოთ ფოტო, ერთ-ერთი ოქმი ამოვიდა ესე იგი მეორე ტურში 100%-ზე მეტი მიიღეს მაჟორიტარება, მაგალითად სოზა სუბარმა აიღო 164%. ანუ 100% რომ იღებს 100%-ს რომ იღებს დეპუტატი, ამ შემთხვევაში ხო ვირჩევთ 4 წლით. ამ მონაცემებით სუბარი ავირჩეთ 6 წლით და 10 თვით ძვირფასო მეგობრებო 164. ამჯერად პროცენტის ბალანსი ვერ დასვეს. პირველ ტურში მიმატება გამოკლება ვერ შეძლეს და ახლა უკვე პროცენტებში მუშაობა დასჭირდა და მაგიტო აიჭრნენ. ფაქტიურად გაურთულდათ მათემატიკა, ხვდებით რა შესაქმდა. შემდეგ არჩევნებზე უკვე გვპირდებიან რომ ყველა კომისიის წევრს საარჩევნო უბნებზე დაურიგდება თოფურიას წიგნი, რომ იდება ის წიგნი და გადაშლი რა როგორც შეხედავ. ცოტა ხო შეიძლება იქონდეს და დამხმარე წიგნი. მეორე ტურის დროს ირაკლი ყობახიძემ გააკეთა ძალიან საინტერესო განცხადება. ოპოზიცია დადიოდა კორპუსს და მხარდაჭერებს არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდებდნენ.
არა და ოპოზიციამ სრული ბოიკოტი გამოუცხადა მეორე ტურს, არც კი ვიცი რა ვთქვა ირაკლი კობახიძე, ეს უკვე განცხადებაც აღარ არის, ეს უკვე პროექტია ძვირფასო მეგობრებო, 50 უაზრობა, რომელიც უნდა თქვა სანამ კობახიძე ხარ. ესეთი პროექტია რა ესეთი რა, კიდე აქვს რამდენიმე დარჩენილი სათქმელი. აი ეს როგორი ბავშვი იქნებოდა, იცი ეს კობახიძე, მთელ კლასს რო ეტყოდა, მოდით ხვალ შატალოზე წავიდეთო და მეორე დღეს პირველ თვითონ რომ მივიდოდა, დაჯდებოდა საკლასო ოთახში. მასწავლებლისთვის რო თავი მოეწონებინა, ხო იყვნენ ეგეთი ბავშვები. ქართულ ოცნებას მინდა მივმართო. არ გინდათ რომ ეს ირაკლი კობახიძე სადმე გადამალოთ, ან დააბათ, ან სარდაფში ჩაკეტოთ, გამოამწყლიოთ, ან რამე დიდ კილაში ჩასვა და უბრალოდ მოხუფოთ. ან წნილად ჩადეთ ჩვეულებრივად, ხო შეიძლება რა? ან მოუხერხეთ რამე, თორე აჩქარებს თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს და რაღაცა წნილად ჩადება ძალიან საინტერესო ვერსიაა, ხო? კობახიძე რომ წნილად არის ჩადებული, ძალიან კარგია. მოკლედ, არჩევნების მეორე ტური ტიტანიკის ფინალს გავდა. აქეთ ოცნების რეიტინგი იზრდებოდა, აქეთ კობახიძე ტიტანიკის ორკესტრივით არ ჩერდებოდა და ბოლომდე სულელურ განცხადებებს აკეთებდა, ხოლო ოცნების კოორდინატორები უბან დადიოდნენ და ფანრით ეძებდნენ ამორჩილებს. ეჰეი, აქ არის ვინმე? ეჰეი, ხალხო, აქ არის ცოცხალი ვინმე, ესე დადიოდნენ და ესე მოყავდათ ხალხი მეორე ტურზე. მეორე ტურზე საარჩევნო უბანზე გამოგვეცხადა მონატრებული ბიძინა ივანიშვილი. მოდით ვნახოთ ეს ვიდეო, სანამ საარჩევნო კაბინაში შევიდო და რეები გააკეთეს. ნახეთ ხო, ისეთი მონდომებით ჩაუტარეს დეზინფექცია იმ უბანზე, ბაქტერია და ქვეყანაში დემოკრატია ვერ გაიხარებს. ნახეთ ხომ, მხოლოდ ბიძინას კაბინაში ჩაუტარეს დეზინფექცია ძვირფასო მეგობრებო. ამით იმის თქმა უნდოდა რომ ოღონდ მე არაფერი შემეყარდა და თქვენ ამოწყვეტილ ხართ დედაბუდიანათო. მაგრამ ამაზე არ უნდა გააუბრაზდეთ ძვირფასო მეგობრებო, ეს ხომ ღვთისგან ნაჩუქარი კაცია. ეს ხომ ღმერთმა გამოგვიგზავნა ძვირფასო მეგობრებო. ღმერთმა გვაჩუქა. ჩვენ ვინ ვართ მასთან შედარებით, ეხლა რიგითი მოკვდავები მართლა რა თქმა უნდა, ოღონდ მას არ შეეყაროს არაფერი, მე არ მიღირს ჩემი თავი არაფრად. ისე სხვა კუთხით რომ შევხედოთ, ხო, ვიღაცები კი გაბრაზდნენ, მაგრამ სხვა კუთხით შევხედოთ, მოდით, რა მზრუნველი კაცია ამით ბატონი ბიძინა, ამით რა ქნა იცით, სანამ თვითონ შევიდო და ჯერ დაცვა შეუშვა. ვინმე ხომ არ არისო? არ გადავდო ვინმესო? მე რამე იქითო. მე ბიძინა შევიდა, აბა კარგად ნახეთო, არავინ შემოვიდესო. ხმამე ისა უცებ და წამოვიდა. ანუ ნახეთ, ვინმეს რამე არ გადავდო, მივხვდით, ძვირფასო მეგობრებო, როგორი მზრუნველი ადამიანია. თქვენ მოისმინეთ ბაჯაღლო ქოცის შეფასება ბიძინას ხმის მისების პროცედურაზე, ძვირფასო მეგობრებო. ხო გეუბნებით, სოფლიოში ყველაზე მარტივი პროფესია არის ქოცობა, ძვირფასო მეგობრებო. ეს წინა გადაცემაში თქვი და ამიტომ აი ესეთი კარგია. თან ფულსაც რო გიხდიან ამაში, ესეც კარგია. ჩვენი პრეზიდენტიც იყო არჩევნებზე და ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მე მრავალ პარტიულ პარლამენტს მივეცი ხმაო. მოკლედ სალომე ზურაბიშვილის არაადეკვატურობა უკვე ისე გასდა ყველანაირ საზღვრებს, რომ უკვე ჩვენი რიგითი ადამიანები პროგნოზს ვეღარ ვაკეთებს და დიდი შანსია შემდეგ გამოსვლაზე ხელში ეჭიროს ფურცელი წარწერით მიშა ჩამოდი. აი რაღაცა ეგეთ ყველაფერს ეგეთი რაღაცეები შეიძლება გააკეთოს. პროგნოზს ვერ ვაკეთებ ჩვენს ხალხი. მეორე ტურში ყველაზე მხიარული განწყობა დაფიქსირდა ისანში, კახიშვილის ოლქში. მოდით ნახოთ ვიდეო, როგორ მიულოცეს მაჟორიტარ დეპუტატს გამარჯვება თავის თავთან. თავის თავთან გაიმარჯვა. მეგობრებო, ამ ვიდეოთი შეგვიძლია უკვე დარწმუნებით თქვათ, რომ ქვეყანას პოლიტიკოსები კი არა, ქვეყანას მართავენ დუქნის ლომები. ამ ყველაფერს ვუყურებ და ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს ქვეყანა აღარ არის. ეს უკვე რესტორანია დიდი. ჩვენი ქვეყანა არის დიდი რესტორანი და შეგვიძლია საზღვართან დავაწეროთ წარწერა, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, რესტორან შემოიხედე დიქტატურაში, ესეთი რესტორანი, საქართველოს ხო შეიძლება.
კახიშვილს თავის მხარდაჭერებით მოუწევია უბანში, ამ საარჩევნო უბანში სუფრაზე. ქეიფის ბოლოს კი ყველა მოკეიფეს დაურიგდა სპეციალური კუზი, ძვირფასო მეგობრებო, რაც ვერ შეჭამეს, ამ კუში შეინახონ და 4 წლის მანძილზე გამოიზოგო. იმიტომ რომ ამის მერე არავინ არ გაჭმევთ, ძვირფასო 4 წელი ეს უნდა გამოიზოგო კუზში. არადა მთავრობა იძახის, რომ ოპოზიცია ავრცელებსო კორონასო. აქციებს რო ატარებენო, კორონას ეგენი ავრცელებენო. ხალხო, კახიშვილის ხალხით გამოტენილ შტაბში, რაც მედუდუკემ ლოყები ბერა და იმ ზურნიდან ჰაერი აფრქვია. იმას რო კორონა ქონოდა, წესით მთელი ისანი ახლა უნდა ჩარაზოთ, ან ჩინეთის კედელი უნდა შემოავლოთ მთელი ისანს, თორე აშკარად ისეთი წნევით უბერავდა ის იქიდან ჰაერს, რომ არ ამგონია რომ ვინმე გადარჩეს მან. საინტერესო შემთხვევა დაფიქსირდა ვანში. ამ მეორე ტურებზე ხალხს არც მეტი არც ნაკლები კალოშები დაურიგეს. ამით ადგილობრივ მოსახლეობას მიანიშნეს, რომ გზას კიდევ 4 წელი არ გააკეთებენ. ფაქტიურად ბიძინა ამ დროს ამოწმებს ხოლმე ქართველი ადამიანის თავმოყვარეობის ზღვარი რადონემდეა დაცემული. ამ კალოშების დარიგებით მან უკვე გათვლა გააკეთა შემდეგი არჩევნებისთვის. კალოშების დარიგებით თუ ხმა მისცეს, ეს ნიშნავს, რომ შემდეგ არჩევნებზე შეიძლება უკვე ნახევარი შავი პურის დარიგებით შემოიფარგლოს შეუულებრივად. ეს ხომ ხალხის გაღრიბების გეომეტრიულ პროგრესიაზეა გადასული ძვირფასო მეგობრებო. მოდით კარგზეც ვილაპარაკოთ. კარგიც ხო შეიძლება რომ კარგიც თქვათ რაღაცა. ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მნიშვნელოვანი ამბავი მოგვახარა, გვამცნო. ნახოთ ეს ფოტო, სტატია ძალიან საინტერესოა. გლობალური კეთილდღეობის ინდექსში საქართველოს ისტორიულ ნიშნულს მიაღწია. გლობალური კეთილდღეობის ინდექსი, ძვირფასო მეგობრებო, ეს ისიც როგორი რაღაც არის, აი დაუსრულებლად შეგვიძლია გაგვიხარდეს მაგალითად რაღაცეები, აი ესეთი მაგალითად მორალური აპათიის ინდექსით საქართველოს მწვერვალებს აღწევს. ზოგადი თვითშეფასების რაობით ჩვენი ქვეყანა ცაში აიჭრა. მენტალური კოპ ვაჭრობის ნიადაგზე ჩვენი სამშობლო სიხარული ცაში ვარსკვლავებს ხვეწ. თქვენითაც შეგიძლიათ მოიგონოთ მსგავსი წინადადებები და გაგიხარდეთ. თქვენ თვითონ სახში მოიგონეთ და გაგიხარდებათ და ხშირად იქნებით. მე ახლა რომ მოვიგონე, გახარებული ვარ, ბედნიერი მივდივარ სახში. შემდეგი თემა არის კრიმინალურ რეფორმატორული. არ გაგიკვირდეთ მეგობრებო, ჩვენ ქვეყანაში ასეთებიც ხდება, რამდენიმე დღის წინ მოქალაქე შეიჭრა მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში ხელში ლიმონკით და მოითხოვა არა ფული, არამედ აზარტული თამაშების აკრძალვა, წალების გაიაფება და ბანკის პროცენტების დაწევა. ისეთი მოთხოვნები წამოაყენა ამ თავდამსხმელმა, რომ ოპოზიციას ელჩებთან შესახვედრად მესამე რაუნდზე ესეც მიყავთ. მოკლედ მეგობრებო, ვეცდები შევაჯამო ბოლო დროს განვითარებული მოვლენები. არჩევნები ისევ გააყალბეს, შემდეგ მეორე ტური ჩაატარეს და ისიც გააყალბეს. ამ ყველაფრის ფონზე დასავლეთი გვეუბნება, რომ პროტესტს აზრი არ აქვსო და რაც ყველაზე მთავარია, ამ ამბებს თან ერთვის კორონავირუსი. მოკლედ რა მინდა გითხრათ, ისევ ყველამდე ნეხში ვართ მეგობრებო, მაგრამ სუნის და გემოს შეგრძნება გვაქვს დაკარგული. ეს არის აქ ამბავი ძირფასო მეგობრებო. ჩვენი ბედყრულ ქვეყანაში ისეთი სიტუაციაა, რომ რთულია რამე პროგნოზი გააკეთო. რა იქნება, როგორი იქნება. ამიტომ ისევ ჩემი ზებუნებრივი ძალა მინდა გამოვიყენო და მომავალში გავიხედო. აი ახლა ხო დავფიქრდი, უყურეთ. აი ახლა ვხედავ. აი ახლა უკვე ვხედავ, ხილვა მაქვს. რაღაცა ხილვა მაქვს, ხედავ. ძალიან უცნაური კადრით დაიწყო ხილვა. ხედავ საქართველოს გასასვლელს. რომელსაც ერთი მხრიდან close აწერია, მეორე მხრიდან დაკეტილია და კარი აქანავებს ესე. ოდნავ ჭრიალებს კიდეც ვესტერნულ ფილმებში როა ხო ხვდებით, აი მაგას ხედავ, აი ესეთი კარი უბრალოდ აქ ბუჩქის ნაცვლად კობახისის მარცხნობა დაგორავს. ხედავ ბიძინა ივანიშვილს, ოღონდ იმ ადგილას ჯერ ხედავ დეზინფექციის სამსახურს და მე ხედავ ბიძინა ივანიშვილს. ხედავ არჩევნების შედეგებით გაფასებულია ბიძინა. ისია განრისხებული, რომ წაგებულ ქალაქებს აუქმებს და იმ ადგილზე მაყვალს აშენებს. სააკაშვილსაც ხედავ. ახლა ვეღარ ვხედავ. აი ახლა ვხედავ. ისე ვეღარ ვხედავ. აი ახლა ვხედავ. ეს კაცი ცხვიდან ცურვით რომ მოდიოდა ვიცოდი, მაგრამ მაინც და მაინც ბატერფლაი რატო აირჩია. ხედავ ტიკარაძეს. ხედავ თეთრი ხალათი აცვია და სტომატოლოგიურ კლინიკაში მუშაობს. ნახე ეკა რა კარგ ადგილზე ხედავ, შენ პოლიტიკას, შენი საქმე არ არის ეკა.
დიავალს კი ხედავ ძვირფასო მეგობრებო, წვერებიანი კვირიკაშვილი ათვალიერებინებს მონასტრის ტერიტორიას და უხსნის როგორ უნდა იცხოვროს, არ მშვიდად და მოჭიდად. შიმშილს ხედავ ქვეყანაში. გაჭირვებას ხედავ, უმუშევრობას ხედავ. ხედავ. მე აშკარად ხედავ, თქვენ ვერ ხედავთ ხალხო? რატო ვერ ხედავთ? რანაირად ვერ ხედავთ ხალხო? აბა აიფარეთ ცალთვალზე ხელი. რამდენი თითია? 3 სათიც ხო ხედავთ, ხედავთ. აბა ეხლა მეორე თვალზე აიფარეთ და რამდენი თითია? 5 თითი ხო არის? ხო ხედავთ 5-იც? მოდი ეხლა ორივე ხელი აიფარეთ ორივე თვალზე. ორივე თვალზე აიფარეთ. რას ხედავთ? სიბრელეს ხედავთ? ანუ ბნელა ხო არაფერი არ ჩანს. საერთოდ არაფერი არ ჩანს და არის სრული სიბნელე, ხო? ხო და ძვირფასო მეგობრებო, რაც მე ეს ყველაფერი 2 წუთში დავინახე და თქვენ 8 წლის მანძილზე თუ ვერ დაინახეთ. იყავით მაგ სიბნელეში და ეხლა ვინ არის? მე სად გდიოთ ამდენი მე სად ვიდარდო? რა ვიდარდო ძვირფასო მეგობრებო? რა ვქნა, აბა მე სხვანაირად რანაირად დავამთავრო ეს გადაცემა. ძვირფასო მეგობრებო, დიდი მადლობა ჩვენ შოუმ მუსიკალურ აფორმეს ბენდი